მაშინ მოგესალმებით ჩემო გამომწერებო იუთუბელებო. კეთილი იყოს თქვენ შემოგწანება ჩემს არხზე და ვნახოთ ახლა ინფორმაცია ადამიანზე. რას გვეტყვიან კარტები? რა უნდა ვიცოდეთ დღეს და რა მდგომარეობაშია ის? ორ ვარიანტზე გავაკეთებ. თქვენ აირჩიეთ პირველი ან მეორე. რა მდგომარეობაშია? რა უნდა ვიცოდეთ? რა უნდა ვიცოდეთ და რა მდგომარეობაშია ის? რა უნდა ვიცოდეთ და რა მდგომარეობაშია ის? აირჩიეთ პირველი ან მეორე. და დავამატებ კიდე რუნებს. რას აპირებს? რას გადაწყვეტავს? გითხრან რუნებმა პიროვნება. რას აპირებს, რას გადაწყვეტავს? პირველი ვარიანტი რას აპირებს, რას გადაწყვეტავს? მეორე ვარიანტი. ცეცხლი ანთებულია. დავიწყე პირველი ვარიანტით. პირველო ვარიანტო, ამ ადამიანს აქ დიდი ბნება. უნდა ვიცოდეთ ის, რომ მიჯაჭვულია, არის დაბალ ვიბრაციებში. აქ დამოკიდებულება, უფრო სასმელი, შეიძლება სხვა რაღაცებიც. ეხლა დამოკიდებულებაში იცვლება კიდე მატერიალისტი ადამიანი რო ხარ, აი ძალიან მარტო ფულზე რო გაქვს მთელი ყველაფერი რა აგებული. შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ ხა რახან პირველივე კარტი ესა მოვიდა, ამიტომ ბნება, აბხორცი, აი ესეთი რა და პირველ ვარიანტთან ამოდის კიდე ის, რომ ეხლა რაღაცნაირად აი გაციებულია ეს ადამიანი. თქვენ და მე გაციებულია. რატომ? იმიტომ რომ აი აჭრილიაო რო იტყვიან, ხო? რაღაც დამოკიდებულება აქვს და აჭრილია. რა ვიცი. უნდა რომ დაიკმაყოფილოს თავისი დამოკიდებულება რაღაცით და ალბათ ებრძვის თავს, იცის რომ არ შეიძლება და აი შეიძლება ეს არის მიზეზი. მაშინ მოქმედება ამოვიდა ის, რომ დაფარულია ის, რაც ამ ადამიანს რაც სჭირს, ანუ ამას არ ამბობს, არ ამჟღავნებს ის, რომ არის დამოკიდებული.